აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტური განსახლების ადგილზე მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მათი საჭიროებები მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ღონისძიების ფარგლებში წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციურმა ექიმმა სპეციალისტებმა მოსახლეობას სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. ასევე დევნილ ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ. აფხაზეთის მთავრობისთვის ძირითად გამოწვევად კვლავ ჯანდაცვის მიმართულება რჩება, ჩვენ გავზარდეთ პროგრამების დაფინანსება. დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია, ჩვენ ვიმყოფებით კახეთში, სადაც გავაცანეთ ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას ჩვენი პროგრამების შესახებ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დაუდგეთ მათ გვერდით. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა მინდა გადაუხადო გვერდში დგომისთვის და ყისიერი რეაგირებისთვის. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობთ, რათა ადგილზე გავეცნოთ იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის გამოწვევებს და საჭიროებებს. აფხაზეთის მთავრობის მხრიდან სისტემატიურ რეჟიმში ტარდება იძულებით გადაადგილებული პირების სამედიცინო დიაგნოსტიკა და დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, იქიდან გამომდინარე ვარ მრავალჩვენიანი დედა, ბავშვებსაც როგორც გამოკვლევები უტარდებათ, ასევე მედიკამენტები გადაეცემათ უფასოდ და მადლობა ამისთვის აფხაზეთის მთავრობას.